დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ეშერიხიოზი. ეშერიხიოზი არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით. ბაქტერიის მრავალი ნაწლავის ჩხირის კოლიბაქტერიის შტამი არსებობს, რომელთა უმეტესობა უნებელია და ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში. თუმცა ზოგიერთმა შტამმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები. ეშერიხიოზით შეიძლება დაავადდნენ სხვადასხვა სახეობის შინაური ცხოველები, მათ შორის ძაღლები, განსაკუთრებით ლეკვები არიან მგრძნობიარენი კოლიბაქტერიის მიმართ. კატები, კნუტები ასევე მგრძნობიარენი არიან ინფექციის მიმართ, თუმცა შედარებით იშვიათად ავადდებიან. პირუტყვი, ძროხა, ცხვარი, თხა ხშირად იწვევს დიარეას ახალგაზრდა ცხოველებში. ღორები, გოჭები მგრძნობიარენი არიან კოლიბაქტერიის მიმართ და შეიძლება განუვითარდეთ დიარეა და სხვა გართულებები. ფრინველები, ქათამი, იხვი, ბატი, ფრინველებში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის კოლიბაცილოზი. კურდღლები, კურდღლებს შეიძლება განუვითარდეთ ენტერიტი, ნაწლავების ან თება. ცხოველები ეშერიხიოზით ავადდებიან დაბინძურებული საკვების, წყლის ან გარემოს საშუალებით. ინფექციის გავრცელების ძირითადი გზებია: ფეკალურ-ორალური გზა, გამოიყოფა ინფიცირებული ცხოველების ფეკალიებით. სხვა ცხოველებს შეუძლიათ ბაქტერიების მიღება დაბინძურებული საკვების, წყლის ან საგნების საშუალებით. დაბინძურებული საკვები და წყალი. საკვები და წყალი შეიძლება დაბინძურდეს ფეკალიებით, რაც ინფექციის წყარო ხდება. პირდაპირი კონტაქტი. ჯანმრთელ ცხოველებს შეუძლიათ დაინფიცირდნენ ავადმყოფ ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტით. დედიდან შვილზე გადაცემა. ახალშობილ ცხოველებს შეუძლიათ დაინფიცირდნენ დაბადების დროს ან დედის რძით. ცუდი ჰიგიენა. არასაკმარისი ჰიგიენა ცხოველების მოვლის დროს ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ეშერიხიოზის სიმპტომები დამოკიდებულია ცხოველის სახეობაზე, ასაკზე, იმუნურ სტატუსსა და შტამზე. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მოიცავს: დიარეა, ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხოველებში. განავალი შეიძლება იყოს თხიერი, წყლიანი, ლორწოვანი ან სისხლიანი. გაუწყლოება, დეჰიდრატაცია. დიარეის შედეგად ცხოველს შეიძლება განუვითარდეს გაუწყლოება, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. მუცლის ტკივილი. ცხოველს შეიძლება ჰქონდეს მუცლის ტკივილი და დისკომფორტი. მადის დაკარგვა. ინფიცირებულ ცხოველებს შეიძლება ჰქონდეთ მადის დაკარგვა ან საერთოდ უარი თქვან ჭამაზე. ლეთარგია და სისუსტე. ცხოველები შეიძლება იყვნენ ლეთარგიულები, სუსტები და ნაკლებად აქტიურები. ცხელება. ზოგიერთ შემთხვევაში ეშერიხიოზს შეიძლება ახლდეს ცხელება. ღებინება. განსაკუთრებით ძაღლებსა და კატებში შეიძლება გამოიწვიოს ღებინება. კოლიბაცილოზი. ფრინველებში შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი, პერიტონიტი, ართრიტი და სხვა სისტემური დაავადებები. უეცარი სიკვდილი. მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხოველებში, ეშერიხიოზმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი. ეშერიხიოზის დიაგნოსტიკა მოითხოვს ვეტერინარულ გამოკვლევას და ლაბორატორიულ ტესტებს. დიაგნოსტიკური მეთოდები მოიცავს: ფიზიკური გამოკვლევა. ვეტერინარი შეაფასებს ცხოველის ზოგად მდგომარეობას და გამოავლენს სიმპტომებს. ფეკალური ანალიზი. განავლის ნიმუშის ანალიზი ხელს უწყობს ბაქტერიის არსებობის დადგენას და მის შტამის იდენტიფიცირებას. ბაქტერიოლოგიური კულტურა. განავლის ნიმუშიდან ხდება გამოყოფა და კულტივირება, რაც საშუალებას იძლევა ბაქტერიის იდენტიფიცირებას და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენას. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. ტესტი გამოიყენება გენეტიკური მასალის გამოსავლენად და მისი ვირულენტური შტამების იდენტიფიცირებისთვის. სისხლის ანალიზი. სისხლის ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ლეიკოციტოზი, სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა. ეშერიხიოზის მკურნალობა მიზნად ისახავს ინფექციის კონტროლს, სიმპტომების შემსუბუქებას და გაუწყლოების პრევენციას. მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია ცხოველის სახეობაზე, ასაკზე, სიმპტომების სიმძიმეზე და ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიის მგრძნობელობაზე. ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიის გასანადგურებლად ან ზრდის შესაჩერებლად. ანტიბიოტიკების შერჩევა ხდება ბაქტერიის ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტის საფუძველზე. ზოგიერთი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ეშერიხიოზის სამკურნალოდ, მოიცავს: ამპიცილინი, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია მრავალი შტამის წინააღმდეგ. ამოქსიცილინი, ასევე ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი, ხშირად გამოიყენება ვეტერინარულ მედიცინაში.
ენროფლოქსაცინი, პტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი, ეფექტურია გრამოარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. გამოიყენება მხოლოდ გარკვეულ ცხოველებში ვეტერინარის კონსულტაციის შემდეგ. ტეტრაციკლინი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, ეფექტურია. გენტამიცინი, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, გამოიყენება მძიმე ინფექციების დროს. ცეფალოსპორინები, მაგალითად ცეფალექსინი, ცეპტრიაქსონი, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები, გამოიყენება მძიმე ინფექციების დროს. მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკები გამოყენებულ იქნას მხოლოდ ვეტერინარის დანიშნულებით და დოზირების ზუსტი დაცვით, რათა თავიდან იქნას აცილებული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარება. გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად გამოიყენება სითხეების თერაპია. სითხეები შეიძლება მიღებულ იქნას პერორალურად, სასმელის სახით, ან ინტრავენურად ვენაში შეყვანით სიმძიმის მიხედვით. პერორალური ელექტროლიტური ხსნარები გამოიყენება მსუბუქი გაუწყლოების დროს. ისინი შეიცავენ ელექტროლიტებს, ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, რომლებიც იკარგება დიარეის დროს. ინტრავენური სითხეები გამოიყენება მძიმე გაუწყლოების დროს. რინგერის ხსნარი ან ფიზიოლოგიური ხსნარი ხშირად გამოიყენება ინტრავენური რეჰიდრატაციისთვის. სიმპტომური მკურნალობა. სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მედიკამენტები. ანტიდიარეული საშუალებები გამოიყენება დიარეის შესამცირებლად. თუმცა ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ზოგიერთმა ანტიდიარეულმა საშუალებამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები გამოიყენება მუცლის ტკივილის შესამსუბუქებლად. პრობიოტიკები, სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავური ფლორის აღდგენას ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. ადსორბენტები, მაგალითად გააქტიურებული ნახშირი, სმექტიტი, ხელს უწყობენ ტოქსინების შეკავშირებას და გამოდევნას ორგანიზმიდან. დიეტა. მსუბუქი ადვილად მოსანელებელი დიეტა რეკომენდებულია ნაწლავების დასასვენებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. მცირე, ხშირი კვება უკეთესია ვიდრე დიდი ულუფები. ადვილად მოსანელებელი საკვები, მოხარშული ქათამი ან თევზი, ბრინჯი, ხაჭო. სპეციალური ვეტერინარული დიეტა. არსებობს სპეციალური დიეტები, რომლებიც განკუთვნილია კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ცხოველებისთვის. რჩევები. ჰიგიენის დაცვა, რეგულარულად გაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ცხოველების საცხოვრებელ ადგილებს და საკვებ ჭურჭელს. საკვების უსაფრთხოება, მიაწოდეთ ცხოველებს სუფთა, ხარისხიანი საკვები და წყალი. მოერიდეთ საკვების ნარჩენების მიცემას. იზოლაცია, ავადმყოფი ცხოველები უნდა იზოლირებული იქნას ჯანმრთელი ცხოველებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გავრცელება. ვაქცინაცია, პირუტყვისთვის არსებობს ვაქცინები. გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან ვაქცინაციის საჭიროების შესახებ. იმუნიტეტის გაძლიერება, უზრუნველყავით ცხოველების სათანადო კვება და მოვლა, რათა გაძლიერდეს მათი იმუნური სისტემა. პრევენციული პრობიოტიკები. პრობიოტიკების რეგულარული მიღება ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ქლეს ინფექციის პრევენციას. სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მიმართეთ ვეტერინარს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად. მნიშვნელოვანია, რომ ეშერიხიოზის მქონე ცხოველების მკურნალობა ჩატარდეს ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარება. ვეტერინარი შეაფასებს ცხოველის მდგომარეობას და შეარჩევს ყველაზე ეფექტურ მკურნალობის გეგმას. მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.